18 თებერვალს რუსი ოლიგარქი და ოცნების მეცენად ქველმოქმედ ფილანთროპი იუბილარია. 79 წელი უნდა მიითვალოს ოცნების ამშენებელმა და ქვეყნის დამანგრეველმა. Ამ 69 წლიდან კაცმა 13 წელი გვაჩუქა თავი, ისე რომ არც გვითხოვია. რამხელა დიდ სულოვნებაა მისი მხრიდან. და ამბობენ სიკეთეს დაბრუნება უნდაო. ჩვენც ხომ უნდა ვაჩუქოთ რაღაც. ხოდა შეგვიძლია იუბილე რუსთაველზე მოვუწყოთ. ერთ ცეცხლოვან დაბადების დღეს ყველა იმსახურებს. რადგან თვითონ გამძაფრებული შიშის გამო ვერ იხდის, ჩვენ გადავუხადოთ. რუსთაველი დიდია და ყველას დაიტევს. თან ჭრელი საზოგადოება შევიკრიბებით. ქართველი ხალხი მომიტინგეები, იქ ასევე იქნებიან ნიღბიანები, პირბადიანები, ჩაფხუტიანები და რაცით მორბენალი ყველა სპეცდანაყოფი. თან ამ 69 წელს მიღწეულ კაცს უთქვამს 18 თებერვლამდე აქციები უნდა შეწყდეს და ყველაფერი იკადრეთ ამისთვისო. ამიტომ სერავენ თურმე რუსთაველს ყოველღამით ამოუცნობი ნიღბიანი მორბენალები. ხოდა ივანიშვილის ეს ქართული ოცნება ნამდვილად არ უნდა ახდეს. ზუსტად ისე, როგორც არც ერთი მის მიერ გაცემული დაპირება ამ 13 წლის განმავლობაში. ამასობაში განვიხილოთ რა ხდება ივანიშვილის შემოღობილ საქართველოში. დღეს გამოვიდა აბუ-დაბიში ნაცემი ზარქვა, სულ ეგრეთ წოდებული ჩუსტით რომ ასროლინეს ქვა და მედიასთან ყელყელაობა გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ რაც ლაშა გაბიტაშვილთან ყველა რაუნდში დამარცხებულმა დღეს მასთან ნიღბიანები გაგზავნა და ეს გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ-დაბიში ვერ მოერია, თბილისში აცემინა. თქვა ზარქვამ, ჯერ სათხართ, ბოლომდე გაშიშულდებითო. ამ უკანასკნელს პოლიტიკური და ზოგადი ლოგიკაც არ წყალობს და ეს გაშიშვლება ზუსტად მაშინ ახსენა, როდესაც ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით საძინებელშიც ჩაცმულებს ძინავთ გაზის არარსებობის გამო. დაავიწყდა და ირაკლის რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვარდისფერი ფლამინგოდან ჩანს. აქ თბილისში არც წყალია, არც გაზი და გზებზე ხომ აღარაფერს ვამბობთ. ირაკლი ახლა უკან ჩამოვიტოვოთ და მამუკა მოვიკითხოთ. ის მამუკა ორ ბატს რომ ვერანდობ და ახლა მედიის სტანდარტს რომ ადგენს და დიდ საქმეებს ეჭიდება. რა გამოცდილებით, რა ცოდნით და რა ამბიციით, უფრო სხვა გადაცემის თემაა. დღეს ამ მონოლოგში ამ ხალხის ხსენებით შემოვიფარგლოთ. მოსაკითხის შემდეგ გადაცემებშიც ბევრი იქნება. ეს გამთავარია მედია მამისაიშვილი გარეთ პროტესტის 76 დღეა. და ამ პროტესტ დღეს მთავარი არხის სტუდიიდან ვერთდები.